პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რეზო კიკნაძე, რომელიც 11 პირის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია ციხიდან წერილს აქვეყნებს. 17 ივლისს დათარიღებულ წერილში, რომელიც ზუგდიდელმა აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა, რეზო კიკნაძე პროტესტის მონაწილეებს მიმართავს და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ადამიანს არჩევანი ყოველთვის აქვს და უსამართლობის წინააღმდეგ ყველგან უნდა იბრძოლოს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. თითქმის ერთი თვეა რეზო კიკნაძე საკუთარ პროცესს ვერ ესწრება. ის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 26 ივნისს სხდომათა დარბაზიდან მოსამართლის დაუმორჩილებლობის საფუძვლით გააძევა და პროცესზე დასწრების უფლებას დღემდე არ აძლევს. რეზო კიკნაძეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მე სამოქმედო არეალის შემიმცირეს, მაგრამ როგორც და სადაც შემიძლია ვცდილობ ამოვიღო ხმა იმაზე, რაც არასწორია, თუნდაც ამისთვის ბევრს შევძულდი. აი მაგალითად, აქაური ქოცი ექიმის კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად ვამცირებდი, დავცინოვდი და გაუნათლებელ უვიცებად ნათლავდი ყველას, ვისაც 16 წლიანი ერთპარტიულობა, ანუ დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა და ოლიგარქი ბიძინა უყვარდა. ექიმმა იმით დამსაჯა, რომ წამალი არ მომცა, მაგრამ სახეზე რომ შევხედე, დასჯილს ის უფრო ჰგავდა. საკანში ხელჩართული ჩხუბი მომივიდა ქოცურ არხებზე ინტენსიურად გადართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო. რა თქმა უნდა, ეს ორივე ამორალური რაღაც მიავკრძალე. დამსაჯეს იმით, რომ მარტო დამტოვეს აქაურმა ოფიცრებმა და ორი კვირა თანამესაკნე აღარ მყავს. რთული აქ მარტო, მაგრამ გადავიტან. პირიქით, უფრო მაძლიერებენ ყოველი შეზღუდვით. კარცერში ჩამიყვანეს იმისთვის, რომ პასუხებს ვთხოვდი საკნიდან უსამართლოდ გატანილ ნივთებზე. მაშინვე ვუთხარი, კარცერში კი არა, კუბოშიც რომ ჩამსვა, თქვენ მაინც ვერ იქნებით ჩემზე თავისუფლები. მეთქი. საკუთარი თავი დიდად არ მაღელვებს. ახლა რა დროს პერსონალური ფიქრები აქვს. გთხოვთ ქვეყანას უშველეთ და გამოიხსენით რუსული რეჟიმის მსახურთა მარწუხებისგან. ჯერა რომ ერთად გომით და ერთიანი შეტევით ეს შეგვიძლია. არანაირი კომპრომისი მოღალატეებთან ჩახერგეთ გზები უკან დასახევი. არ დაემსგავსოთ ლერწამს, რომელიც სუსტია და იქით გადაიხრება საიდკენაც ქარი ქრის. იყავით მტკიცენი და ურყევნი. მიყვარხართ ყველა, ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ. მადლობა, რომ სწორ მხარეს დგახართ.